შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მე-15 დაკითხვაზე მიხეილ ჯავახიშვილი. დუშეთის ამბები მძიმედ რომ იმოქმედებდა მიხეილის ფსიქიკაზე, მოვალედ მიიჩნევდა თავს, დანდობილად აღარ მიჰყოლოდა მოვლენათა მსვლელობას და გადაჭრით მოეთხოვა გარკვევა, როგორ ეკიდებოდა ეროვნულ დემოკრატთა პარტია ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოძრაობას და ამიერიდან რა როლი უნდა შეესრულებინათ ამ მოძრაობაში. იასონ ჯავახიშვილი პასუხს გაუჭიანურებდა, მიზეზად იმას მოიდებდა, მე თვითონაც არა ვიცი რა, მოდი დავიცადოთ იმ ამბების დაბეჯითებით გამორკვევამდეო. ცოტა ხანში კი ეტყოდა, პარტია და ცენტრალური კომიტეტი არაფერ შუაშია. ეს ამბები ყველასათვის მოსალოდნელი იყო და ყველაფერში ბრალი მიუძღვის დათა ვაჩნაძეს, რომელიც ამის მერე ცენტრალური კომიტეტიდან გარიცხეს და დასძენდა. ქაქუცას ფიქრადაც არ მოსვლია აქტიური გამოსვლები, მაგრამ იძულებული გახდა თავი დაეცვა, რადგანაც ჯარი მას კვალში ჩაუდგა და თავს დაესხა. კიდევ ხომ არაფერი უთქვამს ქაქუცაზე? არა, არც იმ დღეს და აღარც არასოდეს, რადგანაც ეს აღმოჩნდებოდა უკანასკნელი საუბარი ორი ჯავახიშვილისა შეფიცულთა რაზმის მეთაურის შესახებ. აი იმ სიტყვების მთქმელი კი ვეღარ გაუხსენებია მიხეილს, ვერც ის და სად და როდის, ვისი მონაწილეობით მომხდარიყო ეს ამბავი, ან საერთოდ მომხდარიყო თუ არა, მაგრამ თვითონ ფრაზა ჩარჩენოდა გონებაში. მოლაპარაკება გამართულა ჩოლოყაშვილის ბანდის ლიკვიდაციის თაობაზე. ბანდისა, რომელიც მალე დაიშლებაო. ბანდის ხსენება ძალდაუტანებლად მიგახვედრებს თქმელის განწყობილებას და თუმც მიხეილ ჯავახიშვილს ყურს მოსჭრიდა ეს სიტყვა, მოსალოდნელი დაშლის გაგონება გაახარებდა. ამ დეტალითაც საცნაურია, ქაქუცას მოძულე ადამიანი თუ მისი მოყვარული, ერთნაირი კრთომით შეჰყურებს მის დაუშოშმინებლობას. რით დასრულდება ეს ყოველივე? რა ნაყოფს გამოიღებს გარდაუვალი მსხვერპლშეწირვა? აქ კი თავის მართლებისას მიხეილ ჯავახიშვილი ირწმუნება, ერთობ დაკავებული ვიყავი და აქტიურად ამიტომაც ვერ მუშაობდი პარტიაში. ზოგჯერ მთელი კვირა გავიდოდა ისე, რომ ცენტრალური კომიტეტის არც ერთი წევრი არ შემხედროდა და ცხადია, აღარც ამბები ვიცოდიო. კომიტეტის წევრები თუ გრძნობდნენ მის ამგვარ განწყობილებას, რაც მოასწავებდა, რომ მიხეილი აპირებდა სულ ჩამოშორებოდა პოლიტიკას. შეამჩნევდნენ, რასაკვირველია, მით უმეტეს ბოლო ხანს იგი აღარც ფარავდა ფრიად სკეპტიკურ დამოკიდებულებას დასავლეთის მოსალოდნელი დახმარების თაობაზე, იმ დასავლეთისა, რომელსაც პარტიების ჩაგონებით სასოებით შეჰყურებდა ხალხი. აქვე ტაქტიკური მოსაზრებით ჩაურთავდა. გრძნობდნენ, რომ ჩემი შეხედულება საბჭოთა ხელისუფლებაზე, დამოკიდებულება მისდამი აშკარად შეიცვალა და თვითონაც მერიდებოდნენ. არამც თუ აშკარად, არამედ ოდნავ, სულ ოდნავადაც რომ შეცვლილიყო მისი მძულვარება
ახალი პოლიტიკური რეჟიმის მიმართ ასეთი სიმკვეთრით არ გამომჟღავნდებოდა არც კვაჭი კვაჭანტირაძეში, არც ჯაყოს ხიზნებში, არც გივი შადურში, არც დამპატიჟეში. ასე ხელშესახებად არ გადმოიშლებოდა ბოლშევიზმის შემზარავი არსი და იმპერიული სახელმწიფოს დანაშაულებრივი ბუნება, რასაც ცვლილება, გადაკეთება ვერაფერს უშველიდა. ამიტომაც ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა დანგრეულიყო. ეს მძულვარება გამოჰქონდა ციხის კედლებიდან მიხეილ ჯავახიშვილს და კიდევ თვითყვედრების მძაფრი განცდა, საკუთარი თავის გასამართლების სურვილი უფლებისა და შთამომავლობის წინაშე, სურვილი, რომელსაც კიდევ უფრო გაუმწვავებდა ჯერ სამხედრო ცენტრის განადგურება, შემდეგ კი ამაო გაბრძოლების მცდელობა, სისხლიან მისიას უფრო სისხლიანი აგვისტო-სექტემბერი რომ გადაფარავდა. არ გაპატიებო. გადმოსული მიმართავდა საკუთარ თავს და კვლავ აქეთ-იქით აწყდებოდა 29 მარტის ჩვენებაშიც. ისეთი არაფერი წამომცდეს ძალიან დავაზიანო ან ეროვნულ დემოკრატთა სახელი და ან ქაქუცა ჩოლოყაშვილიო. ვინ იცის, როგორ შეეტრიალებინათ, როგორ გამოეყენებინათ მისი ჩვენება, რაც ისედაც გამჟღავნებული ეგონა და დადასტურება მაინც და მაინც დიდ ცოდვად არ ესახებოდა. ვაი თუ მანამდე დაფარული რჩებოდა ხელისუფალთათვის, ანდა სათანადოდ ვერ შეეფასებინათ, ახლა კი მეტი გულისხმით მოეკიდებოდნენ. დროდადრო კიდე წამოუვლიდა ჟინი, იქნებ გამეწირა თავი და ამით მორჩენილიყო ჩემი ეს ტანჯვა და თვითგვემაო. დაგვისახელე ეროვნულ დემოკრატთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის რიცხობრივი შემადგენლობაო. ჩასციებოდნენ და ამის პასუხს კი იპოვნიდა. აბა რა მოგახსენოთ, გაურკვეველი იყო. გაურკვეველი რატომ? რატომ და როდესაც კონფერენციას აღარ მოიწვევ და ასე მოხდებოდა საბჭოთა ხელისუფლების არსებობის მანძილზე. რიცხობრივი შემადგენლობის ცვლა როგორ გინდა დააზუსტო? რაც შეეხება თავმჯდომარეს, ფორმალურად მართალია კონსტანტინე აფხაზი აღიარებულიყო, მაგრამ რეალურად იასონ ჯავახიშვილი იგულისხმებოდა და მას ევალებოდა ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაც და ახალი ორგანიზაციების შექმნაც. დივანი არ ჰყოლიათ ცენტრალური კომიტეტის წევრთა შორის კავშირის უზრუნველყოფა ნიკო კეცხოველს ეკისრებოდა. დანარჩენ წევრებს კი მოვალეობა ასე გარკვეული არ ჰქონიათ. ცენტრალური კომიტეტის სხდომები სად იმართებოდა ხოლმე? 1921 წელს დავით ვაჩნაძის ბინაში, იზმაილოვის ქუჩაზე, ალექსანდრე ასათიანთან გუკასოვის ქუჩაზე და სპირიდონ კედიასი ვოზნესენსკის ქუჩაზე. დავით ვაჩნაძის ირგვლივ აინტერესებთ გარკვეული ცნობები. ცენტრალური კომიტეტის ეს წევრი არსებითად სამხედრო მუშაობას განაგებდა. სხვათა შორის ბოლშევიკურ პრესაში ის დოკუმენტები რომ გამოქვეყნდებოდა, მოკლული შალვა პავლენიშვილისათვის რომ ეპოვნათ, იასონ ჯავახიშვილს ეთქვა თავის მოგვარისათვის. ეს ბრძანებები ქაქუცას დავით ვაჩნაძემ მისცა ისე რომ ცენტრალურ კომიტეტს არაფერი აცნობაო. ეს დოკუმენტები გამოქვეყნდებოდა თუ არა, დავით ვაჩნაძე კომიტეტს ძალაუნებურად ჩამოშორდებოდა და საკმაოდ განელდებოდა მისი ურთიერთობაც წინამძღვრიშვილთან, რაც შემდგომ კინკლაობაშიც გადაიზრდებოდა.
ეროვნულ დემოკრატთა ორგანიზაციები არსებობდა ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, სოხუმში, თელავსა და გორში. კახეთში ამ სულისკვეთების ადამიანთა თავმოყრა, როგორც დავით ვაჩნაძე ირწმუნებოდა, ქაკუცა ჩოლოყაშვილს ჰქონია დავალებული, თუმცა იგი მთაში წასვლას ამჯობინებდა. ზამთარში ნოემბრის თვეში თბილისის კომიტეტის ორგანიზაციის საკითხს იასონ ჯავახიშვილი ცენტრალურ კომიტეტში წამოსჭრიდა. მთელი დასავლეთ საქართველოს ცენტრად ქუთაისის ორგანიზაცია მიიჩნეოდა, ვიდრე 1922 წლის ზაფხულში ცენტრი ამ ქალაქიდან ბათუმში გადაინაცვლებდა. აღმოსავლეთ საქართველოში საქმიანობას პირადად იასონი ხელმძღვანელობდა. ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელთა გვარებსაც ხომ არ ჩამოსთვლით? აუცილებლად დაასახელებდა თუ კი ეცოდინებოდა, მაგრამ აბა რაც არ სმენია, რანაირად ჩამოთვალოს. იმას კი ამცნობს, რომ ყველა ამ ქალაქში სამაზრო კომიტეტიც არსებობს. წესდება ითვალისწინებდა სათემო კომიტეტთა დაარსებასაც, მაგრამ მერე მაინც და მაინც აუცილებლობად აღარ მიიჩნევდნენ და გააუქმებდნენ. პარტიული კომიტეტის შესახებ კი იმის თქმა შეიძლებოდა, რაც იასონ ჯავახიშვილისაგან შეუტყვია, ანუ დაფუძნების დღიდანვე, ესე იგი მაისიდან, იქ ორი დაჯგუფება გამოიკვეთებოდა. ერთ მხარეს იყვნენ ეროვნულ დემოკრატები, სხივისტები და სოციალ-რევოლუციონერები. ისინი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ პარიტეტული კომიტეტის შექმნას, მაგრამ დათანხმდნენ იქ გაერთიანებას მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რათა მენშევიკებს არ მოეპოვებინათ უპირატესობა. მეორე მხრივ კი მენშევიკები და მემარჯვენე ფედერალისტები. პირადად ვისი ცნობდა პარიტეტული კომიტეტიდან? სხვას არც არავის იასონის გარდა. ვითომ არ სმენია მათი ვინაობა? როგორ? ნუ თუ არ დაინტერესდა და იასონს არ გამოჰკითხა წევრთა შემადგენლობა. არც ერთი გამომძიებელი ამას არ დაუჯერებს და ტყუილუბრალოდ ნურთ შეეცდება მიხეილ ჯავახიშვილი მათ გაცურებას. არ დაუჯერებენ და არ შეეცდება ამის მტკიცებას. არავითარი ინტერესი არ გამომიმჟღავნებიაო. ჰკითხა, როგორ არ აღკითხა იასონს პარიტეტული კომიტეტის წევრთა ვინაობის შესახებ, მაგრამ იმას არ გაუმხელია და დამაჯერებელი საბუთიც მოუყვანია, რატომაც აარიდა თავი წევრთა დასახელებას. ჩვენ ყველამ ერთმანეთს პატიოსანი სიტყვა მივერცით, არავისთვის გვეთქვა პარიტეტულ კომიტეტში გაერთიანებულ ადამიანთა გვარებიო. აი, რისი დამალვად საჭიროდ არ მიუჩნევია იასონს და გულახდილად გაუზიარებია მოგვარისათვის. არც მიხეილი დაფარავს. რაო, უპირველესად რის გამჟღავნებას თხოვენ? ბანდიტიზმისა და კერძოდ ჩოლოყაშვილის ბანდასთან რა დამოკიდებულება ჰქონდა პარიტეტულ კომიტეტსო? მიხეილი კამაც არ გამართავს. ბანდიტიზმი ან ბანდა რაშვაშია ქაკუცას ხსენებისასო და თვითონაც აღყვეს ამ ტერმინოლოგიას, მით უმეტეს, რომ იასონის ნაამბობზე დაყრდნობით შეუძლია ამტკიცოს კომიტეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ეს მოვლენა მავნედ მიიჩნიეს და მხარდაჭერაზეც უარი განაცხადესო. მაშის როგორღა იყო ამას წინათ რომ იმეორებდი იასონის სიტყვებს, თუ როგორ გადასცეს მას 300 თუ 400 ლირა ჩოლოყაშვილთან გასაგზავნად. კიდევ ერთხელ დაადასტურებს, თავის ვარაუდსაც გაიმეორებს. ვფიქრობ სესხადო და იმასაც დასძენს,
ალბათ წინასწარ მოელაპარაკა წინამძღვრიშვილსა და იშხნელს. დუშეთის აჯანყების განადგურების შემდეგ ეროვნულ დემოკრატთა ცენტრალურ კომიტეტში მსჯელობდნენ ჩოლოყაშვილი ან სპარსეთში გაეგზავნათ და ან დაღესტანშიო. ეროვნულ დემოკრატთა ცენტრალური კომიტეტი რამდენჯერმე დაავალებდა იასონს აუცილებლად წამოჭერი პარტიულ კომიტეტში საკითხი ადასტურებს თუ არა საზღვარგარეთ გახიზნული ყოფილი მთავრობა შეთანხმებას პარიტეტული კომიტეტის შესახებო. ეს დავალება იმ ხმის გავრცელებას გამოეწვია, თითქოს საზღვარგარეთ არსებობდა რომელიღაც სხვა შეთანხმებაც მენშევიკებისათვის უფრო ხელსაყრელი და ჭორებსა თუ ეჭვებს რატომ ახყოლოდნენ, პარემ ცხადად და მკაფიოდ შეეწყოთ ყოველივე. დავალების რამდენჯერმე მიცემა კი იმას გამოეწვია, რომ ვერა და ვერ ეღირსნენ პასუხს პარიტეტული კომიტეტისაგან. მათ ამგვარ მოქმედებას, წაყრუების პოლიტიკას სოციალ-დემოკრატთაგან ზოგი თუ უფრო შემწყნარებლურად უყურებდა, ზოგიც ძალიან გაგულისდებოდა. მეც მათ შორისო. ირწმუნებოდა მიხეილი და იხსენებდა თუ როგორ მოითხოვდა პარტიული ხელმძღვანელობისაგან გამოსვლას პარიტეტული კომიტეტის შემადგენლობიდან, მაგრამ ამ პროტესტს რეალური არაფერი მოჰყოლია, ყველაფერი კვლავინდებურად მიზოზინებდა. ჩვენებაში სხვა დეტალებიც აღნიშნულიყო, მაგრამ ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის კონტრდაზვერვა ცხადია, უპირველესად იმ გარემოებით დაინტერესდებოდა. თქვენი პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ჩოლოყაშვილის ბანდის ლიკვიდაციაზე მსჯელობისას რა და რა ითქვაო? ესეც მერამდენედ იმეორებდა, განზრახულიყო სხვა პარტიებსა და გავლენიან პირებთან ერთად დაეყოლიებინა ჩოლოყაშვილი გადასულიყო სპარსეთსა ან თურქეთში, უკიდურეს შემთხვევაში დაღესტანში მაინცო. ვიღაცას ეთქვა, მიხეილს ნიშანდობლივად ვეღარ მოეგონებინა მისი სახე. ჩოლოყაშვილი მარტო არ წავა. აუცილებლად მოინდომებს თავისი ბევრი თანამებრძოლის წაყვანასაც, რასაც უზარმაზარი თანხა დასჭირდება და ამხელა ფულის მიცემას ვინ შეძლებსო. გაიხსენოს, კიდევ გაიხსენოს სხვათა ფრაზებიც. გაიხსენებდა კიდევ რომ თქმულიყო რამე, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილზე ლაპარაკი ამით მომთავრებულა. ისევ იასონ ჯავახიშვილის იმ სიტყვებს უტრიალებენ, ფულის გადაგზავნას რომ აპირებდა ქაქუცასათვის. მიხეილს მხოლოდ ვარაუდი შეუძლია, რომ მათ, ვინც დაკავშირებულნი იყვნენ ჩოლოყაშვილთან, გადაწყვიტეს მიეცათ მისთვის გამგზავრების შესაძლებლობა, რისთვისაც იყო განკუთვნილი ის ფული. იასონ ჯავახიშვილს რომ ჰქონდა და თუ იასონი ცდილობდა ამ თანხის მიწოდებას, მიხეილი ამ ცდილობას მხოლოდ და მხოლოდ იმით ხსნის, იასონი პოლიტბანდიტიზმის წინააღმდეგი გახლდათ და ეძებდა გზასა და სახსარს ჩოლოყაშვილის სახიფათო წამოწყებისათვის ბოლოს მოსაღებადო. ასე ლამობს იასონისათვის ბრალის მოხსნას. წინააღმდეგობის მოძრაობის აღმავლობისათვის სულაც არ ზრუნავდა, ის კი არა, მის აღკვეთას ესწრაფოდაო. უეცრად კი ახსენდება. დღევანდელ ჩვენებაში მგონი ვამბობ, სოციალ-რევოლუციონერები ჯიუტობდნენ და სულ ბოლო წუთს შევიდნენ პარიტეტულ კომიტეტში მეთქი და თუ მართლა ასეა, შეცდომა მომსვლია და ეგაა. ეროვნულ დემოკრატები უნდა მეთქვაო. ეროვნულ დემოკრატები უნდა მეთქვაო.
შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია.